ეხლა იქნება თავდავით. ეხლა ვიგებ გვინს. კვერცხი გადავალაგოთ იქით. და ჩავყაროთ. რა და შავი პილპილი და პაპრიკა. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ამას დავამატოთ მარილი. ნუ მარილი ძალიან ბევრი არ უნდა, მაგრამ აი ესეთ რამეს ვისო. არა. ამას უნდა 3 კვერცხი შიგნით. მაგალითად კვერცხის გატეხო ბატონო დავით ვერ ვისწავლე რა. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ სოფლიოში ყველაზე დილეტანტი ის ვადახია. კულინარი. მაგრამ ახლა გემრიელად ჯამა მიყვარს. ამას წყალი უნდა. თბილი. და დუღარი არ დაასხათ და მოურიო. კვერცხები გატყდება, ქვილში აირევა, უნდა გახდეს ერთგვაროვანი მასა, ანუ ბევრი უნდა ურიოთ რა. ბევრი უნდა ურიოთ, ბატონო დავით, ცივი წყალი არა გვაქვს. წყალი მომაწოდე რა, ეს დუღარი არ ვარ უკვე ეგრევე მოხარშო. აი, ხო, დადი. ანუ